დღეს მინდა გაგიზიაროთ უმარტივესი სამდონიანი დესერტის რეცეპტი, რომელსაც გამოცხობა არ სჭირდება, ნამდვილად უგემრიელესი გამოდის. დაგჭირდებათ 200 გრამი ლაბნე, მე პრეზიდენტს ვიყენებ, 1 სადილის კოვზი არაჟანი, მე 15%-იანი გამოვიყენე, 1 პაკეტი ვანილი, 80 გრამი შაქრის პუდრი. კარგად გადაურიეთ, რომ გახადოთ ერთიანი მასა და შედგით საყინულეში, რომ კარგად გაცივდეს. ამასობაში 2 პაკეტი ნებისმიერი პეჩენია კარგად დააბლენდერეთ, 2 დიდი ზომის მწიფე ბანანი ჩაჭყიდეთ და ჩანგლით და გადაურიეთ ერთმანეთში. შეგიძლიათ დაუმატოთ 1 სადილის კოვზი გამძნარი კარაქი, რომ კარგად შეიკრას. შემდეგ ეს მასა გადაიტანეთ პერგამენტით დაფენილ ფორმაში, თანაბრად გადაანაწილეთ კოვზით და ზედ მოასხით ჩაციებული კრემი. თანაბრად გადაანაწილეთ და შედგით საყინულეში 2-3 საათის მანძილზე. როდესაც კარგად გაცივდება, ჟელე გაადნეთ ადუღებული წყლით, 350 მლ გამოვიყენე ამ კონკრეტულ ჟელეზე, დარწმუნდით, რომ კარგად გაიხსნა, წოთა როდესაც გაგრილდება, მოასხით ფორმაში. მე გამოვიყენე მარწყვის ჟელე და დესერტი მოვთე მარწყვებით. სადღაც 2 საათი დასჭირდება ჟელეს, რომ გამყარდეს მაცივარში. იმედი მაქვს თქვენც მოამზადებთ და ჩემსავით მოგეწონებათ. გემრიელად მიირთვით!